მსჯელობა ჩვენ ახლა უნდა გავაგრძელოთ ნიკა ფარულავასთან ერთად კოალიციის ცვლილებებისთვის წარმომადგენელი ნიკა ვიდრე გადავალთ ჩვენ შიდა პოლიტიკაზე მინდა ზუსტად ეს პარალელი ვიკითხო მიუხედავად იმისა რომ ქართულმა ოცნებამ გააქრო საერთაშორისო ასპარეზიდან საქართველოს საკითხი არც ერთ მნიშვნელოვან ფორმატზე საქართველოს აღარ განიხილება ივანიშვილმა მაინც ვერ მიაღწია იმას რომ საერთაშორისო დღის წესრიგიდან ამოაგდოს ფაქტი რომ რუსეთი აგრესორია ოკუპანტია და 2008 წელს საქართველოში შემოჭრის რომ არ მოყვა შესაბამისი რეაქცია, იმიტომ შეიჭრა ის მერე უკრაინაში და იმიტომ აქვს ასეთი მადა, როგორიც აქვს დღეს. აი დღევანდელი რეალობა, ასე მინდა თქვენთან დავიწყო კითხვის დასმა, ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებები, მათი პროპაგანდისტების ქარდები, რომელიც არ ჯდება, არ ვიცი, რუსული ტელეარხები გეგონება, რას ემსახურება ეს და რას აჩვენებს თქვენთვის და მოქალაქეებისთვის კიდევ ერთხელ. ხო, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ამაში ახალი არაფერია, უბრალოდ მასშტაბებს იძენს სხვას და კიდევ უფრო ფართოვდება ის ღალატის ქრონიკა, რასაც უყურებთ. მე თავად ვიტყვი 2012 წლიდან დღემდე, იმიტომ რომ ეს პროცესი არ დაწყებულა, არც გუშინ და არც 2022 წლის 24 თებერვალს და რატომ? ჩვენ გვახსოვს ქართული ოცნების სადამფუძნებლო დეკლარაცია, სადაც პირდაპირ ეწერა, რომ საქართველოს უნდა გაქრეს საერთაშორისო ასპარეზიდან, ანუ ეწერა ისეთი ფორმულირებით, რომელიც პირდაპირ ჩდება პროპაგანდისტულ ნარატივში, რომელიც მაგალითად დღეს უკვე ყოველთვის ღია და ცხადია, ხო, თითქოს რაღაც დაპირისპირების საბაბი არ უნდა იყოს დასავლეთსა და რუსეთს შორის. მსგავსი ჩანაწერი იყო. სინამდვილეში, რასაც დღეს და ახლა ვუყურებთ, არის ის, რომ საბოლოო ჯამში ქართული ოცნება არის ძალა, რომელმაც არათუ უბრალოდ გააქრო საქართველოს საერთაშორისო ასპარეზიდან, ამას ვერ მოახერხებს ვერც ერთ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს არის საქართველოს და მსოფლიო ისტორიის ნაწილი. ის რომ აფხაზეთის ომი ჰქონდა, ის რომ ჰქონდა 2008 წლის ომი და სინამდვილეში ის რომ 2008 წლის ომი იყო პირველი ყველაზე ცხადი გამოვლინება იმისა, რაც პუტინმა 2007 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, ხო, როდესაც ღიად დაემუქრა დასავლურ უსაფრთხოების არქიტექტურას და იმ საერთაშორისო წესრიგს და ამას მოყვა შემდეგ უпроსტად ამაზე ურეაგირობას და შეიძლება ითქვას ესე ვთქვათ ნაკლები ყურადღების მიქცევა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან სამწუხაროდ მოყვა ის რომ ჩვენ მივიღეთ 2014 წელს ყირიმის ანექსია და მივიღეთ უკვე ეს ბარბაროსული ომი, რასაც უყურებთ 2022 წლის 24 თებერვლიდან. ოღონდ აქ თავარი რა არის? ვერ გააქრობს, იმიტომ საუბრობთ, რომ ეს არის ისტორიის ნაწილი, ოღონდ როგორ დაპრიორიტეტდება უკვე საქართველოს საკითხი, ეს არის მეორე ნაწილი. ამ დაპრიორიტეტებაში გულისხმობთ იმას, თუ დარჩება ეს მხოლოდ ისტორიის ჩანაწერი, თუ ამაზე დაყრდნობით უკვე საქართველოზე იქნება სხვა ტიპის ყურადღება იმდაგვარი, რომ ის ვითარება, ის მსხვერპლი, რომელიც ჩვენ პირველებმა გავიღეთ, იქნება გადაფასებული ისე, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღოთ მყარი სტაბილური უსაფრთხოება, მშვიდობა, კეთილდღეობა და ბედნიერებისკენ სწრაფი უფლება, ხო? ამისთვის საჭიროა რეალურად ყავდეს არა ქართული ოცნება, არამედ სინამდვილეში ეროვნული პროდასავლური ძალა, რომელიც საბოლოო ჯამში გაატარებს ამ ქვეყნის ინტერესებს და ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი არ მოუხდის ბოდიშს ოკუპანტებს დაბომბილი ქალაქიდან, ხო? ამას რატო საუბრობთ? აი ანგრევს თუ არა ამ რიტორიკას ეს განცხადებები, ხო? მე ხარ ასაკეთებდა წოლუკიანის კომისია, პირდაპირ შეიქმნა იმისთვის, რა შედეგი წინასწარ ცნობილია და რაც პოლიტიკურ განცხადებებში მათ არაერთხელ გაუკეთებიათ, ხომ, რომ თითქოს საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ დაიწყო ომი რუსეთის წინააღმდეგ. აი მთელ საერთაშორისო ასპარეზზე ყველა ლიდერი ევროპელი ამას ამბობდა, რომ ეს რუსეთის გეგმის და დიდი აგრესიული პოლიტიკის ნაწილია, დაიწყო საქართველოთი, გაგრძელდა უკრაინაში და ეს არის რუსეთის რა თქმა უნდა. ხო და აი ამას ხომ როგორ ანგრევს ქართულ პროპაგანდას, აი თუნდაც ეს განცხადებები. დარწმუნებული ვარ, აკვირდებით, ყველა მსგავსი შეხვედრის შემდეგ არ აქვს მნიშვნელობა ამის შემდეგ რა განცხადებებს გააკეთებენ, ესე ვთქვათ, თეთრი სახლიდან თუ ევროპიდან და ევროკავშირიდან, ხო? ყველა მსგავსი შეხვედრის შემდეგ, სადაც ღიად გამოვლენ დასავლელი ლიდერები და პირდაპირ ბრალსდებენ რუსეთს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში, მათ რაღაც პანიკური შეტევა ეწყებათ რეჟიმის წარმომადგენლებს და იწყებენ წინასწარ და ამის შემდეგ უკვე იმ პროპაგანდისტული ეგრეთ წოდებული ქარდების გაშვებას, რომლებსაც უყურებთ, ანუ იმ კომისიის ეგრეთ წოდებული კომისიის ნარატივების გავრცელებას და რატო? იმიტომ რომ სინამდვილეში ყველა მსგავსი შეხვედრა საბოლოო ჯამში ანგრევს იმ ეგრეთ წოდებულ პოლიტიკას, მოღალატეობრივ პოლიტიკას, რომელიც რეჟიმს გააჩნია, დაწყებული 2008 წლის ომის საქართველოსთვის დაბრალებული და გაგრძელებული იმით, რომ თურმე გიორგი ანწუხელიძე ვიღაცის პიარ შეეწირა. აი ამ ყველაფერს ანგრევს და ანგრევს ზოგადად იმ წარმოდგენებს, რომ ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობენ ძალები, რომლებსაც სურთ ამ ქვეყანას საქართველოს ომში ჩაითრიონ, ან სურთ უკრაინაში ომის გაგრძელება.
იმიტომ რომ ეს შეხვედრები ჩემი აზრით ნათლად აჩვენებს ორ რამეს. პირველი ის რომ აგრესორი და ომის დამნაშავე, მათ შორის გენოციდური ომის დამნაშავე არის რუსეთი, რაც სამწუხაროდ ჩვენს გავიარეთ აფხაზეთის ომის დროს და მეორე ის რომ სინამდვილეში თუ ვინმე გამოდის სამშვიდობო ინიციატივებით, ეს არის უკრაინა, ევროპა, ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები. მათ შორის ამის დადასტურება იყო გუშინდელი დღე და ამ გუშინდელ დღეზე ქართული ოცნებისა და რუსეთის პროპაგანდის იდენტური ნარატივები, ხო, ძალიან მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, კახა კალაძე იდგა და საუბრობდა იმაზე, რომ ხო, ევროპელებს არ სურთ მშვიდობა და ამ დროს ჩვენ შეხვედრის შემდეგ რაც მოვისმენთ ლავროვისგან, დუგინისგან და სხვა მსგავსი პოლიტიკური წარმონაქმნების მხრიდან იყო ის, რომ ხო, იმედს გამოთქვამენ თითქოს ბრჭყალებში, რომ ევროპელები არ შეაფერხებენ მშვიდობის დასადგურებას, რომელსაც თითქოს მხოლოდ ტრამპი და პუტინი ერთად იბრძვიან. ესეც ხო რაღაც პროპაგანდისტული ნარატივია. სინამდვილეში ნებისმიერი ხელისუფლების რაობას საბოლოო ჯამში განსაზღვრავს ორი კომპონენტი. ამ შემთხვევაში რეჟიმის, ეს არის მათი განცხადებები და ამ განცხადებებიდან გამომდინარე ქმედებები. ჩვენ თუ ქრონოლოგიურად შევხედავთ, საბოლოო ჯამში ეს პროპაგანდისტული განცხადებები, რომლებიც ერთ-ერთში ჯდება დუგინის განცხადებებს, რომელიც ითხოვდა 2008 წელს საჯაროდ თბილისზე ტანკების წამოსვლას და ის ქმედებები, რომელსაც უყურებთ, იგივე თუნდაც დაკავშირებული, არ ვიცი, დასავლელ დიპლომატებთან მიმართებით და ის თუნდაც სანქციების პაკეტთან არ შეერთება, თუნდაც საქართველოს საკითხის ამოვარდნა უკრაინისა და მოლდოვის პაკეტიდან ჩვენ ერთ პაკეტში უნდა ყოფილიყავით განხილულები და ეს იქნებოდა ყველაზე ეროვნული საკითხი, ხო, საბოლოო ჯამში ეს ქმედებები და ეს განცხადებები საბოლოო ჯამში ეს ორი კომპონენტი განსაზღვრავს იმას, თუ რატომ არის ქართული ოცნება ღიად და ცხადად მინიმუმ რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება სინამდვილეში რეჟიმი. პირდაპირ მან შეაჩერა დღევანდელმა ივანიშვილის პრემიერმა ევროინტეგრაცია. მან ეს გამოაცხადა. ჩვენ თუ გადავავლებთ თვალს, რა სურს რუსეთს, ხო? რა სურს რუსეთს, რომ გავლენის სფერო, ყოფილი პოსტსაბჭოთა სივრცე იყოს კვლავ მისი გავლენის სფერო, სულ არ ჭირდება, სულ არ უნდა რომ ტანკებით შევიდეს ამ ქვეყნებში, თუ მარტივად დაიმონებს ამ ქვეყნებს და ეყოლება ხელისუფლებების სათავეში, რომელსაც ის აკონტროლებს და ერთ-ერთში თუ დაემხობა გაცხადებული მიზანი მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით. რაც ვერ მოახერხა იანუკოვიჩის, ასე ვთქვათ, ხელით. ზუსტად გემახსოვრება თქვენ და მაყურებელსაც ასოცირების შეთანხმებაზე არ ხელმოწერა გახდა. ვორდინგიც იდენტური ჰქონდათ მაშინ, ხო? და რამდენიმე წლის წინ ალბათ საქართველოშიც ვერავინ იფიქრებდა, რომ ამ ქვეყანაში იქნებოდა ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც გამოვიდოდა და იტყოდა, რომ მე ვაჩერებ ევროინტეგრაციას. ეს იყო წარმოუდგენელი ამბავი და ეს რომ გვეთქვა, ვიტყოდით, რომ ეს მხოლოდ კრემლის ინტერესში ჯდება. დღესაც ასეა 31 აგვისტოა კარზე, როცა ჩვენ მოპოვებულ სიკეთეებს, ანუ თაობების მოპოვებულ სიკეთეებს, უვიზო მიმოსვლას გვართმევს რეჟიმი, იმიტომ რომ დგას რეპრესიების და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გზაზე. სინამდვილეში ჩვენ შევხედოთ შემდეგნაირად. ერთი ცხადია, რომ 31 აგვისტო არის ამ ეგრეთ წოდებული დედლაინის პირველი ეტაპი, იმიტომ რომ შემდეგ კიდევ რამდენიმე მოსმენა, ანუ პროცესი დაიწყება. ხო, მაქსიმუმ დეკემბრამდე ეს პროცედურები გაწერილი. დეკემბრამდეც არის, ხო, ანუ პროცედურა დაიწყება. ვადა ნამდვილად 31 აგვისტომდე. ვადა არის 31 აგვისტომდე. 31 აგვისტო არის ათვლის წერტილი იმისა, რომ დაიწყება პროცედურა ქართველი ხალხისთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების და ოღონდ აქ ჩვენ რაც უნდა ახსოვდეს ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის. ვიზა ლიბერალიზაციას იმიტომ კი არ გვიჩერებენ, რომ ვიღაც სჯის მართლა ქართულ ხალხს და პროპაგანდისტულ ნარატივს რო უშვებენ. ძალიან მარტივად შევხედოთ. როდესაც მე და თქვენ გსურს რომ გავხდეთ რაღაც ოჯახის წევრები, რაღაც გუნდის წევრები, გსურს გავინაწილოთ ის სიკეთეები, რომელიც საერთო მაგიდაზე იქნება, ანუ ერთად მოპოვებული საერთო სიკეთეები. როდესაც გსურს გქონდეს კოლექტიური უსაფრთხოება, თავდაცვა, მშვიდობა, ბედნიერებისკენ სწრაფის უფლება. როდესაც გსურს გქონდეს საერთო ბარიერების გარეშე არსებული საბაზრო ეკონომიკა, გქონდეს ის რომ ჩვენ შევძლოთ ერთმანეთთან კავშირების, მათ შორის საქმიანი კავშირების ისე დამყარება, რომ გქონდეს ნაკლები ბარიერები და ესე გავდიდრდეთ ადგილზე ჩვენს ქვეყანაში და აღარ მოგვიწიოს ემიგრაციაში წასვლა და შან გსურს რომ გავხდეთ იმ ოჯახის, იმ გაერთიანების ევროკავშირის წევრები, რომლებიც აგერ უკვე 75 წელია ინარჩუნებს იმ თავარ ფუნდამენტურ პრინციპს და შეთანხმებას, რაზეც შეთანხმება ეს არის პირველ რიგში ომის დაუშვებლობა, ხო, ჩვენ უნდა დავიცოთ მინიმალური თამაშის წესები. უნდა გვახსოვდეს, რომ ევროკავშირი არის შეთანხმებებზე, ვალდებულებებზე და პასუხისმგებლობებზე დაფუძნებული ცივილიზაციური ერთობა, რომელიც გისვამს საკითხს შემდეგნაირად. გსურს თუ არა იყო ამ გაერთიანების წევრი. ანუ არჩევანის თავისუფლებას გაძლევს. სადაც ძალიან მარტივად, ხო, გარანტირებული გაქვს სუვერენიტეტი და არჩევანის თავისუფლება. რატო ევროკავშირში პატარა საქართველოს, ხო, ობიექტურად გეოგრაფიულად პატარა საქართველოს, რომელზეც ხშირად მოიხსენიებენ დამაკნინებლად რეჟიმის წარმომადგენლები
მიღებები პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი. ექნება ვეტოს უფლება, ექნება კონტინენტზე მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან გლობალურ საკითხზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ ისე თუ არ იქნება კონსენსუსი, ხმათა უმრავლესობა და მათ შორის იქნება ვეტოს უფლება, როგორც ახსენე. ხო, ანუ პატარა საქართველო გახდება წამყვანი ფიგურა კონტინენტზე მიმდინარე და არა მარტო კონტინენტზე, სოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. ამაზე გვეუბნებიან, რომ ისინი გვართმევენ სუვერენიტეტს, რაღაცა კაცების გათხოვება უნდა და ამიტომ ხო, ჩვენ შეიძლება დავკარგოთ ვიზა ლიბერალიზაცია. ამბლოში არის საქმე მარტივად. იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ მიიღო მთელი რიგი რუსული კანონებისა. იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ აგერ გიორგი ახობაძეს მაგალითად ჩაუდო წამალი და უადო პატიმრობაზე უშოვა და თავადვე შემდეგ მოუწიათ იმის თქმა, რომ ხო, პოლიციელებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა გიორგი ახობაძეს წამალი ჩაუდეს და ესეთი კიდევ ბევრი ყავს 60-ზე მეტი. იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ ღია ცივი ომი გამოუცხადა საკუთარ მოქალაქეებს, თავის პროდასალო პარტნიორებს, თავისი ქვეყნის პროდასალო პარტნიორებს და მტერი მოყვა რედაქცია და მოყვა მტრად, იმიტომ რომ აღრეული ღირებულებების რეალობაში ვარ და საბოლოო ჯამში იმიტომ რომ თვითონ აიცილონ ტარგეტირებული სანქციები, ამით ვაჭრობენ ურბანის გავლით. ხო, საბოლოო ჯამში ისინი არჩევანს აკეთებენ ქართული ხალხის დასჯაზე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. კი ბატონო, ახლა უნდა დავბრუნდეთ შიდა პროცესზეც. ეს ცხადია, რომ ქართული ოცნება არ აპირებს უკან დახევას. უფრო მეტიც ისინი გულშემატკივრობენ ამ საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის მარცხს და რუსეთის მოგებას. ამით არ ვიცი, მცირე მერკანტილური განსჯით რა ხდება მათ ტვინებში ვერ ხვდები. ალბათ ის რომ ესე იგი შესაძლებლობა მიეცემათ, რომ გაიხანგრძლივონ ძალაუფლების ქონა, აი ასეთი მერკანტილური მიზანი აქვთ, ხო? აი სხვა შემთხვევაში როგორ უნდა გულშემატკივრობდე შენი ქვეყნის ტერს, შენი მოკავშირის წინააღმდეგ, რომ არა ეს რაღაცნაირი გამორჩენის მერკანტილური გამორჩენის სურვილი რომ გამდიდრდეს ჩვენს ხარჯზე, შენ დაგაპატიმროს უკანონოდ, თვითონ იყოს და იყოს ძალაუფლების მქონე, ხო? აი ეს რამ უნდა შეცვალოს, ნიკა, იმ პირობებში, როცა თვითონ უკან დახევას არ აპირებს, საერთაშორისო ასპარეზზე როგორც უნდა დაალაგდეს ვითარება, რუსეთი რომც დამარცხდეს ამ ქვეყანაში, მაინც საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია, როგორ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ, როგორ იცვლება ეს რეჟიმი. მოდი მივყვეთ კითხვის პირველი ნაწილიდან. პირველი უნდა დავიწყოთ იმით, რატომ აკეთებენ რეალურად ამას და რატო გულშემატკივრობენ ისინი რუსეთს პირველივე დღიდან 2014 წლიდან ის არის გასათვალისწინებელი. პირველი იმიტომ, რომ განსაკუთრებით ბოლო წელს, აი ბოლო აი ამ ერთ წელში ცხადი დანათელი გახდა, რომ ქართულმა ოცნებამ დაკარგა ყველა პარტნიორი დასავლეთში, რომლებიც მათ კიდევ რაღაცნაირად სახეს უნარჩუნებდნენ. მეორე, მათ სჭირდებათ დასაყრდენი, მათ შორის ეკონომიკურად იმ შავი ეკონომიკის ფარგლებში, რომლებიც მათ შორის სანქციებისთვის თავის არიდებას მოიაზრებდა და პირდაპირ რუსეთის დახმარებას და როგორც ხედავთ, რუსეთს ეცლება ყველა საყრდენი განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში და არა მარტო ჩვენს რეგიონში და ამიტომ ერთადერთი იმედი რუსეთისთვის ამ რეგიონში რჩება საქართველოს და საქართველოსთვის ქართული ოცნებისთვის რუსეთი. ხო, აი ამ გავლენის სფეროებს თუ შევხედავთ. საბოლოო ჯამში რა უნდა მოხდეს? ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთს ჩაეხსნა უკვე ყველა, მათ შორის სომხეთი და აზერბაიჯანი, რომლებიც მიიღეს საუკუნოვანი მშვიდობა ამერიკის შეერთებული შტატებით გარანტირებული, რა უნდა შეცვალოს? პირველი, იმან რამაც ყველაზე მეტად აქამდე დააზიანა და დააზარალა რეჟიმი. ეს არის რეჟიმის იზოლაცია ყველგან და ყველა დონეზე. ეს იქნება ქვეყნის შიგნით, საერთაშორისო დონეზე თუ ადგილობრივ დონეზე. მეორე, ეს უნდა იყოს პროტესტის გაფართოება, რაზეც ჩვენ რუანის ფორმატში ვცდილობთ და მუშაობთ და ეს მათ შორის კონკრეტულ რიცხვებში აისახება, იმიტომ რომ პლატფორმა, რომელიც შეიქმნა, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ადამიანების რეგისტრაცია და ეს პლატფორმა უბრალოდ არ არის რაღაც გარკვეული სიასა და ჩვენ გვექნება მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების ტელეფონის ნომრები და საკონტაქტო ინფორმაცია, არა ეს პლატფორმა იქნება მათ შორის შეიქმნა იმისთვის, რომ ადამიანებს გაუჩნდეთ საკუთრების უფლება იმ უპრეცედენტო პროტესტზე საქართველოს ისტორიაში, რომელიც არის, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ცვლილების ავტორი უნდა გახდეს საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომლებიც ვართ აბსოლუტური უმრავლესობა ამ ქვეყნის პროდასალურად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეროვნული გზნობებით მოტივირებული. და შემდეგი ნაწილი ამ ყველაფრის უნდა იყოს სიმტკიცე სიჯიუტე და რეჟიმთან არ თანამშრომლობა. და არა ის პლატფორმაზე რეგისტრაცია პროტესტს ზრდის. ცხადია, იმიტომ რომ პირველი უნდა აისახება პირდაპირ კავშირში, ჩვენ მე შემიძლია ძალიან მარტივი მაგალითი გითხრათ ამის, როდესაც მაგალითად ბათუმში იყო გასვლა და ერთ-ერთი პირველი ეს თქვათ გასვლა იყო ბათუმში ამ რუანის ფორმატში, ხო ადამიანთან მათ შორის დაკონტაქტება მოხდა ამ პლატფორმის მეშვეობით, იმიტომ რომ სინამდვილეში ეს საკომუნიკაციო სივრცე და საკომუნიკაციო არხი მიღმა იმისა, რომ ტექნიკურ ნაწილში გეხმარება, არის განაცხადი, რომ ხო, შენ რეჟიმი მე მხედავ, მე ღიად ვაცხადებ, მიღმა რუსთაველის გამზირისა, მიღმა სხვადასხვა ქუჩებისა, რომ ვარ შენ წინააღმდეგ და მზად ვარ გავწიო კონკრეტული კონტრიბუცია, შევიტანო კონკრეტული წვლილი და ვიყო
კონკრეტული როლის მატარებელი ამ წინააღმდეგობის მოძრაობაში და ასე რა კატეგორიასაც და ხალხსაც მიწვდით ამ პლატფორმით ეს დამაკმაყოფილებელი იყო აი ბათუმის აქციის პირობებში. არა, ცხადია მე ვიკითხე რამდენ ზრდის ეს პროტესტს. მივდივარ მაგამდე. ცხადია დამაკმაყოფილებელი ამ ეტაპზე ერთ-ერთი რაც შეიძლება იყოს არის ის რეჟიმის სრული დემონტაჟი და ჩვენი სამშობლოს სამშვიდობოს გაყვანა. დამაკმაყოფილებელი შედეგი იქნება მხოლოდ ეს, მანამდე ყველაფერი არის ნაბიჯ-ნაბიჯ საფეხურ მისვლა იმ კონკრეტულ მიზნამდე, რაც გაგვაჩნია, იმიტომ რომ სინამდვილეში თუ სადმე რეჟიმის ცვლილება ოდესმე მომხდარა, ყოველთვის მომხდარა სისტემური მუშაობი და დისციპლინით, ხო? ამაზე ჩვენც მათ შორის ბევრჯერ გვისაუბრია. და არა ისე რაც გუშინ ვიხილეთ, სამწუხარო და სამარცხინო ფაქტი ყოფილი თანამებრძოლებისგან, როდესაც იქცენ რეჟიმის ლეგვის ფოთლებად სამწუხარო ლეულზე და გახარიაზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში. ფრაგმენტაცია ოპოზიციური სპექტრის, აი თქვენ ახსენეთ ლელო და გახარია, რომლებმაც გადაწყვიტეს არჩევნებში მონაწილეობა, დანარჩენი პარტიები ამბობენ, რომ ეს არ არის სწორი გზა, ასევე ჩვენ მე გუშინ მყავდა ეთერში მაგალითად ლევან ხაბეიშვილი, რომელიც 4-ში აანონსებს პაადა ბურჯულაძესთან ერთად შეკრებას და რეჟიმის ცვლილებას და დამხობას, რასაც თქვენ ასევე არათანხმებით. აი რაღაცნაირად ფრაგმენტირებული ოპოზიციური სპექტრი მივიღეთ გაერთიანების ნაცვლად, მიუხედავად იმისა, რომ ყველას პირზე ეკერა სიტყვა გაერთიანება და კონსოლიდაცია პროტესტის. არ გულისხმობ პირდაპირ გაერთიანებას, ეს არ გამოვიდა. ფაქტია, მაგრამ ეს საკუთარ გზაზე დაყოფილი, ფრაგმენტირებული ოპოზიცია რამდენად აღწევს მის. ხო, მე ამ ყველაფერს ფრაგმენტაციას ვერ დავარქმევდი, იმიტომ რომ თუ განვიხილავთ ისე, რომ ერთ მხარეს იგი მხარეს დარჩნენ ლეულ და გახარია, რაღაც რეჟიმისთვის დამახასიათებელი ჟირინოვსკისეული განცხადებებით, რასაც ის აკეთებდა მთელი წლების განმავლობაში პუტინის რეჟიმისთვის. ხო, მე ამას ფრაგმენტაციას არ დავარქმევდი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რაზეც ეს უპრეცედენტო წინააღმდეგობის მოძრაობა მართლა ამ ქვეყნის ისტორიაში როგორც არ ყოფილა შეთანხმდა იყო ის რომ რეჟიმისთვის ხელი არავის არ უნდა ჩამოერთმე და მათ უღალატეს ამ პრინციპებს ჩვენ არ ვიღალატი ამისთვის ისინი გავიდნენ ამ თამაშის წესებიდან და მიიღეს რეჟიმის თამაშის წესები. მეორე ნაწილი რაც იყო თქვენი კითხვის 4 ოქტომბერთან დაკავშირებით და ის რომ თითქოს სამი გზა არსებობს თუ სწორად გავიგე ხო ანუ ჩვენი ხედვით სამი დაპირისპირებული მხარე ასე უფრო მარტივი ახსენელი ალბათ. კი შეგვიძლია ეგრეც დავარქვათ ხო მე რაც შეეხება 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ხო ჩვენ აქამდეც გვითქვამს და არაერთხელ დაგვიდასტურებია მათ შორის ჩვენი ქმედებებით რომ ვეთანხმებით და ვიზიარებთ ყველა დიდ საჯარო შეკრებას რომელიც რეჟიმის წინააღმდეგ იქნება მიმართული უნდა ამის მიღმა პროცესი რომლის ორგანიზებაშიც არ ვარ ჩართულები პროცესი რომელიც არ ვიცით როგორ ვითარდება ნაბიჯ-ნაბიჯ საფეხურ იმ კონკრეტულ წერტილამდე ხო ამ დანარჩენთან დაკავშირებით უნდა გითხოთ იმ ადამიანებს ვინც ამასთან დაკავშირებით კამპანიას ატარებენ 1 4 ოქტომბერი იქნება ეს 6 7 თუ 12 ნებისმიერი აქცია სადაც და წინააღმდეგობა რომელიც იქნება რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული ცხადია ჩვენ იქნებით წარმომადგენლები სხვა დოზით სხვა ფორმით ოღონდ კიდევ ერთხელ ვიძახი ამას ვკაფიოდ და ამის ყველანაირი არგუმენტაცია გამოჩნია მათ შორის ჩვენი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე დაკიდებული თარიღები შეძლო სწორია დიდი და მასშტაბური შეკრებებისთვის მაგრამ კიდევ ერთხელ მე არ მგონია სწორი გადამწყვეტი საბოლოო დღეების მონიშნა იმიტომ რომ აი რომ დაუბრუნდეთ უკრაინას ვიზეთ ჩვენ ახლავს საუბრობდით და ზოგადად უკრაინელი ხალხის ბრძოლას იგივე მაიდანი რომელსაც ხშირად ახსენებენ ჩემთვის სამწუხაროდ უკონტექსტოდ მათ შორის აქედან მხარეს ყოფი ადამიანები არასდროს არავინ არ იცოდა რომელ დღეს და რა წერტილში დასრულდებოდა ჩვენაც უნდა ვიცოდეთ არის ერთი CGUT რეჟიმთან არ თანამშრომლობა და თანმიმდევრულობა არის ის რაც საბოლოო ჯამში გატეხს და ეს გატეხვა შეიძლება ისე დღეს მოხდეს რომელიც არც მე ვიცი არ თქვენიცი და დარწმუნებული ვარ არც ბიძინა ივანიშვილმა დიდი მადლობა ნიკა ფარულავა კოალიციის ცვლილებისთვის წარმომადგენელი იყო ჩვენი სტუმარი